კინგსელებო, გილოცავთ კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის წარმატებით გადალახვას. ოლიმპიადის მეორე ტურში გამოსტილ კინგსელებს ეძლებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ საკუთარი რეიტინგი წარჩინებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე და მოიპოვონ დამატებითი ვარსკვლავები. ხოლო ის მოსწავლეები, რომელთაც წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, გაწევრიანდებიან საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბში და მიიღებენ 5 სარეიტინგო ვარსკვლავს. ტრადიციულად გთავაზობთ ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მეორე კლასის ტესტი. ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან. პირველ სავარჯიშოში წარმოდგენილია ილუსტრაციები. მონაწილემ მოცემულ სურათს უნდა შეუსაბამოს მოქმედების აღნიშნული სიტყვა. Match the words with the pictures. What are they doing? A. Dancing. B. Sleeping. C. Eating. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 30 ქულიანია. მეორე დავალებაში მოცემულია სიტყვა. მონაწილემ ჩამოსულთაგან უნდა აირჩიოს სიტყვის სწორად დაწერილი ვარიანტი. Which word is correct? A, B or C? ეს სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია. მესამე დავალებაში მონაწილემ უნდა შეარჩიოს ქართული სიტყვების სწორი ინგლისური თარგმანი. Match A, B or C with the Georgian translation. მაგალითად მოცემულია ხვალ. A. Tomorrow. B. Today. C. Yesterday. ამ დავალებაში 10 საკითხია და ის 30 ქულიანია. მეოთხე სავარჯიშო წინადადებების შევსებას ეხება. Choose the word A, B or C that best completes the sentences. მაგალითად, houses, big, A, R, B, is, C, M. ეს დავალება 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. რაც შეეხება ტესტის ბონუს სავარჯიშოს, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშოში მოწდება მართლწერის ცოდნა. მონაწილემ უნდა აირჩიოს სწორად დაწერილი სიტყვა და მოიპოვოს დამატებითი ქულები. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის ყველა მონაწილეს ოლიმპიადაზე გადაეცემა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კინგსი ყველა მონაწილეს უსურვებს მეორე ტურის წარმატებით გადალახვას და ოლიმპიადის დამაგვირგვინებელ ფინალურ ტურში მოხვედრას. ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენი წარმატება საზღვრებს გარეშეა.